გამომდინარე და მე-40-ზე ბატა გაართვევა მთავარმა არბიტრმა. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც ქალების საერთო ბრიგადა ემსახურება შეხვედრას. ამერიკელი არბიტრია მთავარი, ეს გახლავთ პენსო. მეორე ნახევარსრულებით იწყებს სამხრეთ აფრიკა, მოფოკენგი შემოვიდა მოედანზე, ნახოთ ეს ცვლილება რამდენად გააძლიერეს სამხრეთ აფრიკას შემთხვევაში, რომელსაც უკან დასახელი გზა აღარ აქვს, ეს წაგება შესაძლოა იყოს ერთგვარი განაჩენი ამ გუნდისთვის, რადგან ბოლო ტურის შეხვედრას სამხრეთ კორეასთან მართავს, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ასე იწყება მეორე ტაიმი და ვიცემთ კომენტირებას მეორე ტაიმისას, ასევე თორნიკე ბასიაშვილი და გოგლა გუდაც. რა გცირე გაუგებრობას აქვს ადგილი.